გამარჯობათ. ეხლა მინდა გაჩვენოთ თუ როგორ შეგვიძლია ჩვენ მივიღოთ ნახაზები ზედა კარნიზის, ქვედა კარნიზის, ასე ვთქვათ, ტოპის, რასაც ტალეშნიცას ვეძახით, ჩოკოლის, ტალეშნიცის ზედა პლინტუსის. ამისთვის პროგრამაში გვაქვს ასეთი ოპცია, შევდივართ ვიდში და გამოიტანა ასეთი პანჯარა. პირველი რაც მინდა განახოთ, აქ არის ერთი კიდევ რაზბიც, რასაც ქვიან, ესე შეგიძლიათ, თუ დაგჭირდებათ ასეთი რამ, შეგიძლიათ გააკეთოთ, დაუშვათ, ნახოთ, როგორ არის ეს აწყობილი და რანაირად რა დეტალებისგან შედგება. კარგით. აქ მე მგონი გასაგებია ეს ყველაფერი. და ეხლა შევდივართ, მოკლედ, ნახეთ, T1, T0, T1 და გავყვეთ ამას. ესენი რეები არის. T3, T4, T5, всё. ანუ ეს არის ძირითადად, მოდი ესე ვთქვათ, ჩოკოლი. და ეხლა ეს ჩოკოლის მთლიანი ნახაზი რომ მივიღოთ, როგორ უნდა გავაკეთოთ? ვაწვევით Shift-ს. ესეთი სურათი, ხო? და ნახოთ 0 1 2 3 4 და 5. 5-ის არის უკვე, ასე ვთქვათ, ტოპი. ანუ 4 ცალი უნდა მოვნიშნოთ 0 1 2 3 4 მარჯვენა კიდეც დავაწექით და ნახეთ, გამოიტანა თუ როგორი არის ჩოკოლი. ხედავთ ჩვენ ახლა როგორია ჩოკოლი. ტექსტით შეგვიძლია გავადიდოთ ეს ჩვენი ტექსტი. სახაზავს როცა დავაწვევით, უკვე შეგიძლიათ ესენი გადაადგილოთ, როგორც თქვენ გაგიხარდებათ ზომები. აბატონო, ესე. ეს შეგიძლიათ აქაც გაიტანოთ, როგორც თქვენ მოგინდებათ, ესე შეგიძლიათ გააკეთოთ. ეს არის ესე. ესე. ესეც შეგიძლიათ აქ ესე გამოიტანოთ, ესეც აქ ესე. მე მგონი აქ ყველაფერი გარკვეული არის, ყველანაირი ზომა გაქვთ. თუნდაც აქ ესე და ეს შეგიძლიათ ესე დაამახსოვრებინოთ. აბატონო, ესე დაიმახსოვრებს. ამას შეგიძლია სურათი გადაუღოთ, ამობეჭდოთ, რა ვიცი, სურათის გადაღება აგერ არის და პაპკაში ჩააგდოთ, თუნდაც ამობეჭდოთ, თუ გნებავთ და ასე შემდეგ. კარგით, ახლა გადავდივართ, ესე იგი 4-მდე ეს იყო მონიშნული და ეს ცალკე გაქვთ უკვე ეს დოკუმენტად შეიქმნა, აქ ცალკე. ესე იგი, ახლა წავიდეთ მე-5 და მე-6, რა გვაქვს და მე-7 ვნახოთ, მე-7 არა, მე-5 და მე-6 არის ტოპი, ხო? კარგით. ესე იგი, დავდგეთ მე-5-ზე, დავაწვევით Shift-ს, მონიშნეთ მე-6-ზე და მარჯვენა ღია აქვს. ტოპით როგორ გაგვიერთიანა. ისევ ტექსტში შევდივართ, ამ ტექსტს ვადიდებთ, რომ კარგად გამოჩნდეს ეს ყველაფერი. აქ შეგიძლიათ დადგეთ სახაზავს, როცა დააწვევით, უკვე წვდომა გაქვთ ამ ყველაფერთან, ზომებთან, ეს არის. რაღაც წარწერებია, აქ შეგიძლიათ ეს, რა ვიცი, გააუქმოთ, იმიტომ რომ თუ დაგჭირდებათ, იქაც შეგიძლიათ თქვენ თუ შეიტანოთ წარწერები. Ctrl-Z-ით დავაბრუნოთ უკან. აქ. დავაწყობუნოთ. და ეს გავაქროთ, ასე ვთქვათ, კიდევ ერთხელ, ესეც. ესეც. და მოკლედ ეს ზომები შეგვიძლია ყველაფერი გავიტანოთ გარეთ. რო გაწეცდება, ესე რომ დადგებით, აქაც მთლიანი ზომა არის ტოპის. ცოტა აქ გავიტანოთ ეს, ესე. ესეც ესე. ანუ მოკლედ თქვენ შეგიძლიათ სამე თუ გნებავთ კიდე ზომა, რო დადგებით, ნახეთ, აქაც გამოიტანა მთლიანი ზომა. აქ პრინციპში ყველა ზომა არის აქ. აბატონო. ყველა ზომა არის, ეს შეგიძლიათ ესე გაიტანოთ და ესენი აქ ესე დააყენოთ, მაგალითად.
რამდენი არის ეს ზომები, აქაც შეგიძლიათ ესე გაიტანოთ, ესენი შეგიძლიათ დააყენოთ. ხო, ალბათ, ეხლა ეს 600 არის მთლიანი ზომა. ალბათო, ეს გიჩვენებთ აი რადიუსის დაწყების ზომას და ეს რადიუსამდე ზომას. ასე ეს შეგვიძლია კიდე აქეთ გამოვიტანოთ და ამებს კარგად შევხედოთ. ალბათო, მე მგონი აქ ყველაფერი ყველანაირი ზომა არის. რა ვიცი, ერთადერთი შეგვიძლია ეს ზომა კიდე ხელახლა აქ გამოვიტანო. თუმცა ეს ზომა როგორც ასეთი ეს არის აი შიგნით შეჭრილი ზომა, კი ბატონო. რომელიც არ გქონდა. ნუ მოკლედ ესეც ესე დავამახსოვრებინა. როცა ეს როგორც დოკუმენტი, აი ნახეთ მეორე დოკუმენტი ჩაჭდა აქ. მეხუთე და მეექვსე მონიშნული. ხო, ეხლა მეხუთე და მეექვსე გვაქვს, მეშვიდე, მერვე. მეშვიდე არის ეს პლინტუსი არის, იმისა ქვიან, ტოპის თავზე. მოკლედ აქაც გავზარდოთ ტექსტი. ესენი შეგვიძლია მესამე მეოთხე ავჭირდება და წავშალოთ. სახაზავს ვაწვევით, აი აქ დავდექით. აი აქ წამოვედით და გვაქვს ზომა გამოვიტანეთ. პლინტუსის ზომა, ალბათო. ესეც შეგვიძლია მეშვიდე არის ეს. დავამახსოვრებინოთ ესე. იმია ნოვავიდა. დავარქვათ პლინტუსი. ქართულად არ წერს ბოდიშით. დავწეროთ ინგლისურად. პლინტუსი ტოპზე. ტოპზე. Oțat ok. Abatono. Ai, plintusi tops. Შეიქმნა ახალი დოკუმენტი. კი ბატონო, ეს იყო მეშვიდე, ხო? ეხლა ნახოთ მერვე და მეცხრე რა გვაქვს? არა, მერვე გვაქვს ჩვენ მერვე, მეცხრე და მეათე რა გვაქვს? კი ბატონო, ეს არის ქვედა ეს არა ქვია, პლინტუსი. კარნიზი უბრალოდ. მერვე გვაქვს ზედა კარნიზი, ბატონო. ესენი შეგვიძლია წავშალოთ. ბატონო. ბატონო. ესე ტექსტი აქ გავზარდოთ. აი ესე. უბრალოდ სახაზავი და ესე წავშალოთ შეგვიძლია აი ესე. ეს მოხეული კარნიზი რა კი არის სათითაოთ აქვს, მაგრამ გავალს ახლა ბოლოში 0-ზე და ზუსტად გავიგებთ აი აქიდან სწორი ადგილიდან რამდენი გვაქვს აი აქამდე ეს არის ესე მე აი აქედან აი აქამდე ეს არის მე დავუშვათ აქამდე ნახოთ რამდენი არის აქედან აქამდე ნახოთ რამდენი არის და მოდით აი ესე ავიღოთ აი აქედან აქამდე დავუშვათ ხო აი ესე შეგვიძლია თავი ეგ ახლა თქვენზე არის დამოკიდებული თქვენ როგორ აიგებთ ამ ზომებს ცოტა გავსარდოთ ზომებში და ესეც დავამახსოვრებინეთ კი ბატონო ამას დავარქვათ კარნიზი კი ბატონო კარნიზი ზედა კარნიზი ზედა კი ბატონო ოკეი შევინახოთ ესე ეს იყო კარნიზი ზედა და დავჭა მეცხრე და მეათე, ხო? აი მეცხრეზე დავდგეთ shift-ით და დავაწყაპოთ კიდე ახლა მარჯვენა გელაკით ესე. ეს არის ქვედა კარნიზი, ბატონო.
მოკლედ მე ვფიქრობ, რომ აქ გაუგებარი არაფერი არ არის, ყველაფერი ძალიან მარტივად არის, სახაზო სახვაწებით და გამოგვაქვს ზომები, ამიტომ თვითონ გამოგიტანა ეს ზომები პრინციპში. აი აქ. აი ზომაც. ნუ ეხლა კარნიზის ზომა როგორი რამ არის, იცით, ეს შეგიძლია თქვენ თვითონ კარნიზი არის გამზადებული ფაქტობრივად, როდესაც ახლა მოღუნულ კარნიზს აკეთებთ, ხო? მაგ ზომა პრინციპში არის გამზადებული, უნდა გქონდეთ და პირდაპირ უნდა გამოიყენოთ. ან პროგრამიდან აქედან რო აიღოთ, ცოტა ძალიან ბევრი შრომა დაჭირდება, ამიტომ ეს არის სტანდარტული დეტალი უნდა იყოს ფაქტობრივად მოღუნული კარნიზია. თუმცა ნახაზი შეგიძლიათ კარნიზის აიღოთ პირდაპირ დეტალიდან, როცა დეტალზე არის ეს ზომა, იქიდანაც შეგიძლიათ მოხსნათ ზუსტი ზომა, აი მოღუნულ კარნიზზე ვამბობ. კარგით, ესე დავამახსოვრებინეთ. და ბატონო. და ეს იყო მე-9 და მე-10. პრინციპში აი აქ უკვე მიიღეთ ყველა თქვენი რაც გჭირდებოდათ ის ზომები, ეს ყველაფერი შეგიძლიათ ამობეჭდოთ და როგორც დოკუმენტი ისე გადაცეთ როგორც წარმოებას, ასევე ამწყობებსაც. ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ ეს კარნიზები, ზედა, ქვედა, პლინტუსი და ასე შემდეგ დოკუმენტაციაში არ ხდება. სადაც მასალების ჩამონათვალი არის. ამიტომ ერთი რამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ ეს როცა ამოიღებთ ამ დოკუმენტებს, აი ამ ზომებით შეგიძლიათ იხემძღვანელოთ და რა მასალებიც გაგაჩნიათ იმ Excel-ის ფაილში, რომელსაც გიგზავნით პროგრამა და სადაც მასალების ჩამონათვალია, ხელით შეგიძლიათ ჩააკორექტიროთ იქ აი ეს ზომები და რაოდენობები ამ ზომების მიხედვით. მე მგონი გასაგებია ყველაფერი, რასაც გიხსნით, იმიტომ რომ ავტომატურად პროგრამაში ეს ზომები არ ხდება. რასაც აი აქ ვიდიდან იღებთ. ამიტომ ეს არ უნდა გამოგჩეთ, არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ამ ზომების მიხედვით უბრალოდ გიწევთ ხელით შეტანა პროგრამაში, იმიტომ რომ აქ შეიძლება ბევრნაირად დაალაგოთ ეს ზომები და ამიტომ პროგრამა არ იცის, არ გაძლევთ რეკომენდაციას ამ დეტალების ზომებს. ამიტომ ეს თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, შეიძლება ზოგიერთი დეტალი უფრო გრძელები გააკეთოთ, რომ მე ადგილზე მოგწეს მისი დაჭრა მონტაჟის დროს და ნუ პრინციპში ამიტომ აი ესეთი რაღაცეები თქვენ თვითონ უნდა ჩააკორექტიროთ ხელით, იმიტომ რომ ზოგიერთი დეტალი აი გრძელი მაგალითად 3400 სიტყვაზე ვამბობ 450. ეს შეიძლება იყოს 4 მეტრაც იყოს, 4 მეტრიანი თვითონ მასალა არ არსებობს, ხო? შეიძლება ეს გაყოთ ორ ნაწილად, სიტყვაზე 4 მეტრიანი მასალა თუ გამოვიდა, ხო? თან ეს იწყება აი აქედან. შეიძლება ეს ზომა აქ საერთოდ არ ჭირდებათ უფრო დააპატარავოთ, აი მაგალითად როდესაც ვარ აი აქ, აქედან ავიღო ზომა, აი ეს ზომა ავიღო და ეს საერთოდ წავშალო და ეს გამოვიტანო აი აქ ეს ზომა. ნახეთ აი ასეთ შემთხვევაში როგორ დაპატარავდა და ეს საერთოდ აი ეს ადგილი საერთოდ არ ჩავთვალო საჭიროდ რომ დაუკვეთო რა. ამიტომ ესეთი რაღაცები თქვენი გადასაწყვეტია, აი თუნდაც აი ესეც, რომელიც შიგნით არის ცოკოლი, საერთოდ არ გვჭირდება ეს ცოკოლი და ამასაც წავშლიდი მაგალითად. ეს ცოკოლი იმიტომ არის, რომ ნუ იმ ყუთს გააჩნია ეს ცოკოლი, რომელიც გამოვიტანე და ანუ ეს ცოკოლი უნდა წაშალოთ იმ ყუთში, უნდა ვთქვათ, რომ არ ჭირდებათ ეს ცოკოლი. ამიტომ ეს ახლა არ ჩანს და რა საჭირო არის ეს ცოკოლი, ხო? თუ საჭირო არის და გადაწყვიტათ, რომ ეს ცოკოლი საჭირო არის, ხო? მაშინ კი ბატონო, დატოვებ და ზომებში დავუკვირდით. მოკლედ, აი ეს იყო რაც მინდოდა მე თქვენთვის მეჩვენებინა და მე მგონი არაფერი რთული არის, ძალიან მარტივად არის, უბრალოდ უნდა იცოდეთ ამის თანმიმდევრობა, როდის რა უნდა გააკეთოთ. ამით გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.